მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 10. ნახატზე გამოსახულ სისტემაში ორმაგი დახრილი სიტყვა დამაგრებულია. ემასის ძელაკი თანაბრად მისრიალებს ქვევითკენ გვეუბნებიან და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ მოყვანილთაგან რომელი ტოლობა სრულდება აუცილებლად. და ამასთან ხახუნიც უგულებელყრუა ყავითო მოგვახსენეს, კი ბატონო, მოდით ახლა ეს სურათი გავადიდოთ ასე. და შევხედოთ რა სიტუაცია გვაქვს. ჩვენ პირველ რიგში გვითხრეს, რომ ეს ძელაკი თანაბრად მისრიალებსო და m მასის ძელაკზე აქ საუბარი. შესაბამისად, ამით ჩვენ მიმართულება გვითხრეს, ანუ ჩვენი რადგანაც თანაბრად მისრიალებს შესაბამისად სიჩქარე v უდრის კონსტანტას, m მასის m დიდი მასის ძელაკის სიჩქარეა ამგვარად არის მიმართული, ხოლო m პატარა მასის ძელაკის სიჩქარე აი ამ სახით იქნება მიმართული, ხო? კონსტანტას უდრის. და ეხლა მოდით დავწეროთ რა ძალები მოქმედებს ამ ორივე m დიდი და m პატარა მასის სხეულებზე. m დიდი მასის სხეულზე, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ქვემოთ მიმართული mg სიმძიმის ძალა, m დიდი g სიმძიმის ძალა. აგრეთვე m პატარა მასის სხეულზე იმოქმედებს m პატარა g სიმძიმის ძალა. და მოდით ასე მოვიქცეთ ახლა, შემოვიტანოთ ღერძები. აი ეს იყოს დავუშვათ x ღერძი, ეს იყოს x ღერძი. და თუ დამოუკიდებლად განვიხილავთ ამ ორ სხეულს, მაშინ მეორე ღერძის დაგჭირდება, მოდი მეორე ღერძი შემოვიტანოთ. აი ეს იყოს მეორე ღერძი, ეს იყოს ესეც x ღერძი და განვიხილოთ ახლა გეგმილები, ხო? mg-ს გეგმილი ეს კუთხეც არის ალფა, შესაბამისად გეგმილი იქნება ერთ შემთხვევაში აქ mg სინუს ალფა, ხო, ასე, სინუს ალფა, ხოლო მეორე შემთხვევაში ამის გეგმილი ეს არის ბეტა კუთხე, შესაბამისად ამის გეგმილი იქნება m პატარა g სინუს ალფა. ახლა გამომდინარე იქიდან, რომ მოძრაობა თანაბარი არის, ამასთან ხახუნიც უგულებელყოფილი გვაქვს, შესაბამისად ეს თოკი დაიჭიმება ანალოგიურად m დიდი g სინუს ალფა ძალით, დაჭიმულობის ძალით, აქაც ანალოგიურად იქნება, აქ იქნება mg სინუს ბეტა. ახლა ეს ძალები რა თქმა უნდა მიმართულებით სხვადასხვა, მაგრამ სიდიდით ერთმანეთის ტოლი არის, გამომდინარე იქიდან, რომ მოძრაობა თანაბარი არის და ამასთან ძალთა ტოლქმედი შესაბამისად დაჩქარება არ გვაქვს. შესაბამისად ამათი ძალთა ტოლქმედს თუ განვიხილავთ, ძალთა ტოლქმედი მოგცემს 0-ს და სიდიდით ეს ორი ძალა ერთმანეთის ტოლი გამოგვივა. შესაბამისად რა გამოვდის ახლა? გამომდინარე იქიდან, რომ ხახუნი არ გვაქვს, აი ხახუნი არ გვაქვს, ერთი მთლიანი სისტემა არის. აქედან ჩვენ გამოვდის, რომ ეს mg სინუს ალფა, m დიდი g სინუს ალფა, ტოლი უნდა იყოს m პატარა g სინუს ალფასი. ეს g-ები შეგვეკვეცება და საბოლოოდ დაგვჭირდება ჩვენ, რომ m დიდი g სინუს ალფა ტოლი ყოფილა m პატარა სინუს ალფასი. შესაბამისად, მოდი კარგად შემოვხაზოთ ჩვენი პასუხი. შესაბამისად პასუხი იქნება g.